გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სასჯელები და ჯარიმები გამკაცრდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომაზე განაცხადა. კანონპროექტის მიხედვით, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროში მუშავდება, ნაგვის დაყრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სასჯელები და ჯარიმები მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს. მოქალაქეების სამწუხაროდ და ჩვენას საუბედუროდ ანაგვიანებენ და ყრიან ნაგავს ადგილებს, სადაც არ შეიძლება ამის გაკეთება. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ იმით, რომ გვაქვს საოცარი ქვეყანა, ლამაზი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს ის ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ, ასე უსირცხვილოდ ყრიან ნაგავს და პირდაპირ მანქანებიდან ხდება ამის გაკეთება. ამიტომ მე უკვე გავიარეს პაკეტი, რომელიც მომწონდა გარემოს სამინისტრომ, საუბარი იმაზე, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს ნაგვის დაყრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სასჯელები და ჯარიმები. არსებობს ძალიან სუსტი სანქციები ამ მიმართულებით. არსებობს ასევე აღსრულების პრობლემატიკა, შესაბამისად ის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რაც სამინისტროს მიერ იქნა მომზადებული, მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც დაარეგულირებს ზოგადად ნარჩენების მართვას საქართველოში. მალე ისარგებლე ულიმიტო სასაუბრო დროით ნებისმიერ ქსელზე. გააგზავნე ულიმიტო SMS-ები და გამოიყენე ინტერნეტი ულიმიტოდ. აკრიფეთ ფიფკი 110 ფიფკი 250 დიეზი. გაიაქტიურე ულიმიტო Beeline Mix-ი და მიიღე შეუზღუდავი კომუნიკაცია ყველაზე იაფად. მხოლოდ 25 ლარად. Beeline, ყველაზე დაბალი ფასი. ეს სისუფთავის საკითხია, მე ნატალია მალცევა ვარ. ყველა დეტალი სრულყოფილია, მაგრამ უფრო რთულია მიაღწიოს სრულყოფილებას გაწმენდისას. მაგრამ მე ვუკეთებ დეზინფექციას. დეზინფექცია ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. მოდი ჩავატაროთ ტესტი ჭუჭყის ინდიკატორით, ხედავ? შენ მართალი იყავი. აი რატომ უნდა გამოიყენოთ კომედი? კომედი არა მხოლოდ კლავს მიკრობებს, არამედ აშორებს ღრმა და რთულ ლაქებსაც. ახლა სისუფთავი. კომედი ღრმა წმენდის ძალაუფლებამ. Шашли цагაფელი მოდოგვი ორა მაგარია ორა კარგია პატირდა ყველა როგორიც არეა სიცა გამდოგვი ეს ლუქსი ექსტრიმია ლუქს ექსტრიმი სრემლებამდე გემრიელი. ახლა კაბის სწორად შერჩევას უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე თოვლივით თეთრი ღიმილის მომენტალურად მიღებას. ახალ Colgate Optic White მომენტალურს გააჩნია ოპტიკური მათეთრებელი, რომელიც მომენტალურად განიჭერს შესანიშნავ თეთრ ღიმილს. ახალი Colgate Optic White მომენტალური, მომენტალურად შესამჩნევი თეთრი კბილები. და ახლა გამოიყენეთ Colgate Optic White-ის მთლიანი ხაზი პირის ღრუს საბლებითა და კბილის ჯაგრისით. სადილი დასრულდა და ჩვენ შორისაც ყველაფერი დამთავრდა. მოიცა ჩვენ მიტოვებას აპირებ. ნორთულებ. არ დავალ. გათავისუფლდი საკვების ნარჩენებისგან. სუფთა და ჯამრთელი კბილებისთვის. ჭამედალიე დაღეჭე ორბიტი. ეს საჩემო რაღაც არის. სად? ვერ ხედავ? ამდული ბომბა. მაგრამ სად? თითებს ჩაიგვნე. აი თურმე ვიზელაპარაკობ. გემრიელად გამოიყურება. მარილიანი, ღუმელში გამომცხვარი, ხრაშუნა ტუკი. აი მე რას ვეძახი ნამდვილ გემოს. ხრაშუნა ტუკი, გაგაოცებს გემოთი. მხოლოდ ჯანმრთელი თმა შეიძლება იყოს ნამდვილად სქელი. სხვა პროდუქტები მხოლოდ დროებით მოცულობას გვთავაზობენ. სადეთ პანტენი სქელი და ძლიერი. პანტენ პროვის ფორმულად მას მთელ სიგრძეზე აღადგენს და მას შესამჩნევად უფრო სქელსა და ძლიერს ხდის. შესამჩნევად სქელი თმა, რომელიც დიდხანს გაგყვებათ. პანტენი სქელი და ძლიერი. ქვეყნის პროგრესისათვის აუცილებელია სიახლე. სიახლეს ახლავს ცვლილება. ცვლილება საზოგადოებისთვის უკეთეს გარემოსთან ასოცირდება. მოქალაქის დაცულობას გაუყალდებელი დოკუმენტი უზრუნველყოფს. ამგვარი ცვლილებები კი ყველა მოქალაქისთვის საამაყოა. ახალი პირადობის მოწმობა თანამედროვე, ეროვნული და დაცული სახელმწიფო დოკუმენტია, რომელსაც საქართველოს უკვე 1,200,000-ზე მეტი მოქალაქე ფლობს. 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე ისარგებლე შეღავათით. მიმართე იუსტიციის სახლებს.
სერვისების განვითარების სააგენტოს ან საზოგადოებრივ ცენტრებს და აიღე ახალი პირადობის მოწმობა 15 ვარად. იამაყე საქართველოს მოქალაქეობით, ხელი შეუწყო პროგრესს და შეცვალე ძველი ახლით. გაიმარტივე ცხოვრება, დაიტოვე მეტი დრო გართობისთვის. მოემზადე სასწავლო წლისთვის საუკეთესო შემოთავაზებები ელიტ ელექტრონიქსისგან. Super ჩემპიონები, super დაცვას იმსახურებენ. სიახლე, FA Men Extreme Protect 5. ხუთმაგი დაცვა ოფლის, სუნის, გაღიზიანების, წვისა და ლაქების წინააღმდეგ. FA Men Extreme. ექსტრემალური დაცვა ნამდვილი მამაკაცებისთვის. კონკრეტულად კურიერს 9 საათზე ჯერჯერობით დაუდგენელია მიზეზი, რამაც შესაძლოა თრუსოს ხეობაში უნიკალური ტრავერტინების განადგურება გამოიწვიოს. გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ ბუნებრივ ძეგლს წიაღისეულის მოპოვება აზიანებს, რასაც უარყოფს იმ კომპანიის ხელმძღვანელობა, რომელიც ტრავერტინების მახლობლად სამუშაოებს აწარმოებს. თრუსოს ხეობაში 20 ჰექტარზე მეტი უნიკალურ ტრავერტინებს უკავია. ქანს ბუნების ძეგლის სტატუსი წლები აქვს. ნახევრად კრისტალურმა წარმონაქმმა, რომელიც საუკუნეებს ითვლის ფერი შეიცვალა. მიწის ქვედა ფენებში მიმდინარეობს რთული გეომორფოლოგიური პროცესები. შეიძლება იმან გამოიწვია, შეიძლება სხვა რამემ გამოიწვია. ანუ დარწმუნებით არ იცით, რის გამო გაშავდა? მე ვერ გეტყვი. თრუსოს ხეობის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ტურისტებისათვის არანაკლებ მიმზიდველია, ეგრეთ წოდებული აბანოს ტბა, რომელსაც ასევე პრობლემები შეექმნა. რასაც კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელი თრუსოს ხეობაში ნახშირმჟავა აირის მოპოვებას უკავშირებს. ამოტანილი რკინის ჟანგი და ფოსფორი და გოგირდის ნარევი წყალი თანდათან მიიწევს ტბისაკენ და აფუჭებს იმ მდელოს ტბისაკენ. და თუ ეს გაგრძელდება და მივა ტბამდე და გაგრძელდება პროცესი, ის აუცილებლად ტბის ქვაბულს დააზიანებს. ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მარშრუტი და ადგილია და მისი მიმზიდველობა იყო სწორედ აი ეს ბუნების ძეგლები, ამ ბუნების ძეგლების არსებობა. რა თქმა უნდა, მეცნიერებმა ალბათ კიდევ უნდა დაადგინონ პირდაპირ კავშირი ამ ძეგლების დაზიანებასა და იქ მიმდინარე სამუშაოებს შორის, თუმცა ეს ბუნებრივი გარემო ნამდვილად აღარ არსებობს. გარემოს დაცვის სამინისტრო CO2-ის მოპოვებასა და ბუნების ძეგლებს შორის კავშირს გამორიცხავს და აცხადებს, რომ ტერიტორია, რომელზეც წიაღისეული მოიპოვება, დაცული ტერიტორიების დაქვემდებარებაში არ შედის. მათი ინფორმაციით, ხეობაში არსებული მდგომარეობა ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა. გეოლოგებმა დადეს დასკვნა, რომ ამათ შორის კავშირი არ არის. ვიღაც თვითმხილველების წინადადებებზე ვერ ვიმოქმედებ, მე ვიმოქმედებ იმის საფუძველზე, რაც მეცნიერები დებენ. ბუნებრივია, ეს მონიტორინგი გრძელდება ახლაც. გაგრძელდება მომავალშიც. ბუნების ძეგლების მახლობლად წიაღის მოპოვების დროს ნორმების დარღვევას უარყოფენ წარმოებელ კომპანიაშიც, რომლებიც საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებენ. ყველგან გვაქვს ნებართვა, კანონიერ მოქმედებას, რომ ბიზნესს სრული უფლება აქვს განვითარდეს. ხეობაში სანიტარული ზონა გაკეთებულია, რანაირი ზოგიერთობას არ ქმნის ჩვენი ჭაბუხილი. ჯიანს გარემოს არ აყენებს. ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზების გამო თრუსოს ხეობა დღითი დღე ნადგურდება და დამთვალიერებლებისა და ტურისტებისათვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება. ასეთი იყო დღის მთავარი თემები და კურიერი 9 საათზე ჩვენ ორშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.
საღამოს ეთერის სპონსორია 10 ექსპრეს ქულა. გადაიხადეთ სავაჭრო ობიექტებში ექსპრეს კარტით და ყოველი გადახდისას დააგროვეთ 10 ექსპრეს ქულა. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ მაგდიკომის იაფი როუმინგი. მოგზაური, დეპოზიტის და ნომრის შეცვლის გარეშე. შემავალი 10, გამავალი ზარი 30 თეთრიდან. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ სამშენებლო კომპანია GDG. შეიძინეთ ბინები საუკეთესო ხედით. კეთევან წამებულის 68. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ლუდი ჰერენჰოიზერი. ჰოიზერი, გერმანული ცხოვრების გემო. რუსთავი 2 და კომედი გრუპი წარმოგიდგენთ ყველაზე სახალისო და გასართობ შოუს ქართულ ტელესივრცეში გააცინე და მოიგე. ვისაც სურვილი აქვს რომ მოხდეს ამ გადაცემაში, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ელექტრონული სამარხზე გააცინე ზაღლუკა rustavi2.com ან მოგზანდით სანდრო ეულის 5A ნომერში ან აი ამ ტელეფონის ნომერზე და გვიკავშირდით. თუმცა ასე მოდი დავიწყოთ ჩვენი გადაცემა და ჩვენი ჟიური ნიკოლო ზარაბიძე და ვანო ჯავახიშვილი შევეგებოთ. გამარჯობა. როგორ ახალ როგორ ჩავგებით თქვენ შუაში? აშვებით, როგორ ახალ გითხარით? ნუ არა გვიშავს. დღეს ვანოსთან ერთად ჟიურიში და ასე გადავინაწილეთ დღეს რომ მე ვიცინი, ნუ ანუ ვიცინის პოლიტიკურ ხუმრობებზე, ხო? მე ვიცინი სოციალურ მე რა ვქნა? ანუ აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ ამ გადაცემაში ძირითადად არის სოციალური ხუმრობები და მექსისის ჩერდა. გადაცემა არის გაგეგმული დამოკიდებული ჩვენიერი. მე მაინც გთხოვდით ჩვენ ხომ ერთ ტელევიზიაში მუშაობ და ბიუჯეტით ერთი გვაქვს, ამიტომ გავუფრთხილდეთ შავ სეიფში რაც არის იმას. ახლა კი დავიკავოთ ჩვენი ადგილები და მივხედოთ სოციალურ და პოლიტიკურ. მობჯანეთ დაიკავოთ თქვენი ადგილი. გასყიდით მე მინდა ახსნა რა არის ეს. ყველა მინდა რა არის ეს, მაგრამ მაინც მე შევარქვი ბორდი. აქ არის მონიტორი, რომელიც შუაზეა გაყოფილი და აფიქსირებს ჩვენი ჟიურის სახეებს. ასე რომ ღიმილს ვერ გამომაპარებენ. არის 3 ღილაკი, ლურჯი, თეთრი და წითელი. ლურჯი ნიშნავს, რომ 1 წუთი დაიწყო, თეთრი ნიშნავს, რომ ვაიმე გათავდა, ხოლო წითელი რომ გაგვეღიმა და ფულები გადის ჩვენი სეიფიდან. წესები ვიცით, მზად ვართ, მოდი დავიწყოთ. პირველი მონაწილე ეს არის დუეტი, ვლადიმერ კიკრაძე და ალეკო ზარნაძე, აპლოდისმენტები. ვლადიმერ რომელია და ვლადიმერია. ძალიან კარგი. თქვენს ანკეტაში ჩავიხედეთ ძალიან საინტერესო რაღაცები გიწერიათ. მაგალითად ლადოს ხო? იდეალი ქალი და მამაკაცი. ნუ აქ არის მონიკა ბელუჩი, ალბათ ქალი. და ბექა, რომიკო, დათო, ასლანიჩი, მიშკა, ათულა, გოგა, ზაზა, აბო. ვერ ჩამოყალიბდა ადამიანი ჯერ. თახირიჩი, აკაკი, ზურიკო, სიმონიკა, თორნიკე, შოთა ტუტუნიჩი. იზვინი, ალეკო, რაღაცა მე ანუ ვინც არ არის ისე რომ შეეწერა უფრო მალე მორჩებოდა. ეს ხალხი ვინ არის? ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან ესენი? კარგი, რა ვიცი, თუ კი არაფერი გვაქვს. მზად ხარ? შეკითხვა შეგვიძლია დავიწყოთ. ბევრი ხუმრობა გაქვს თუ ცოტა? ისე რა. კარგი, აბა დავიწყოთ? კი ბატონო. ბიჭებო, რადგან თქვენ ხართ პირველი მონაწილეები, წესები აუცილებლად უნდა ახსნა. თქვენ გაქვთ 5 წუთი, პირველი წუთია 50 ლარიანი, მეორე წუთი 100 ლარიანი, მესამე 200 ლარიანი, მეოთხე 400 ლარიანი და მეხუთე 1000 ლარი. თქვენ შეგიძლიათ წარმატებულად დამთავრებული წუთის შემდეგ თანხა აიღოთ და წაბრძანდეთ. ან დარჩეთ და გააგრძელოთ თამაში, მაგრამ თუ ვერ შეძლებთ აი ამ ორი ადამიანის გაღიმებას, თანხას დავკარგავთ. მარტივი წესებია. მზად ვართ? წარმატებები 3, 2, 1. მიცვალებული ადგა. მაგრამ ნუ გეშინა დაიბანა ფეხები და დაწვა ისე. მოდით დახოთ ზოოფილი შოთა. შოთა, თქვენ მოკალით ზერა. მე მოკალი ჩემი შეყვარებული, მე მოკალი მისი ჯირი მე. ჩემი მეზობელი ისეთი ხარხაღია, მახათი ფეხში გაიყარა. კი მაგრამ ალეგო, ხარხაღია რა არის ბიჭო? ბიჭო, რა ვიცი, მე ვიაჩავა გეეცინებათო და. გპ-ის სტუდენტებს აქილებს მხოლოდ იმით გონიათ ცნობილი რომ ქუსზე გახეულ ნასკებს იცავდა. ლადო ბიჭო, 2 შაურმა გადავავი. დიდი გამოვიდა? რა დიდი გამოვიდა ბიჭო, ჭრილში გადავავი.
რა ვითო შაურმა რა არისო ვითო რა გადავაბიო რას ნიშნავს ეს ანუ ეს მე ვერ ჩავწვდი ამ ხუმრობას მე ვერ ჩაწვდი ვერა მე არ ვიცი სისტემები აი მე დაგირეკავთ და გეტყვით რომ რა ხდებოდა ეს გადაბმა შაურმის გადაბმა რა ხო ძალიან კარგი ბიჭო გილოცავთ 50 ლარი თქვენია გადავაბი ლავაში გადავაბი ვაგრძელებთ თამაშს სახეები დავალაგეთ ჟიურისებმა 3 2 1 ყობა ვარათელი ოდნოკლასნიკებში შედიოდა და ლოგინი ჩაუტყდა ქართულმა ოცნებამ Wi-Fi დაიჭირა ნაციონალიაო მოდით ნახოთ ბაკელი კილერი დაუბრიდე ეს კაი კარგი იყო მეც მომწონს ისე ვანოს გაეცინა ექსო თერმოდინამიური ხუმრობა იყო კარგი იყო ბიჭებო გილოცავთ 100 ლარის თქვენია შეკითხვა ვაგრძელებთ თამაშს ვაგრძელებთ 3 2 1 ნიკა არაბიძე მათხოვარმა გააცინა და ნიკა არაბიძემ 11 ლარი მისცა მოდით ნახოთ გიორგი ვარდოსანიძე გილოცავ თქვენი მათხოვრეთ დამსახურებული 1000 ლარი და კიდევ მანეთი კატი უნდა ხუჩა გოჩა გპ-ში დაინახა და თვალი არის და ლეო მესი 280 მილიონი კრისტიან რონალდო 240 მილიონი ზურამენ თეშაშვილი 3 კილო ლარი ბიზინა ივანიშვილმა ქართულ პენსიონერებს იმდენი დაპირება მიცა ინგლისის დედოფალმა საქართველოს მოქალაქეობა მოითხოვა შარშან მერაბიშვილის სახელი ისეჭრი და ბრიტვის რეკლამაში გადავიღეთ მოდით ნახოთ გიორგი ვარდოსანიძე ნიკა არაბიძის პანაშვიდზე გაგეცინა ნიკოლოზ მოროტი ხუმრობა იყო ნიკოლოზ ჟავი იუმორი 10 წლის მერე წესიდან უნდა გამწინებოდე არა მაგრამ გაგეღიმა ჟავი იუმორი რომ მოხვედი და დამაფასე უნდა ეს მინიატურა ხوار გძელდება არ გძელდება არა და კაი იყო კარგია ბიჭო